რითი გაგახარებს შენი პირადი ცხოვრება? რითი გაგახარებს შენი პირადი ცხოვრება პერიოდი ავიღოთ ჩვენ ვინც ახლა უყურებს ზაფხულის ბოლომდე, ვინც თქვათ მე ნახავს ერთი თვის განმავლობაში, ხო? აი აგვისტოში ახლა ვინც უყურებს შენი პირადი ცხოვრება, რას მოგიტანს, რა იქნება, რას უნდა ელოდო შენ პირად ცხოვრებაში, რა იქნება. Так, ჩემო სიხარულებო, აქ ვიღაცა მიდის, სადღაც მიდიხარ თქვენ ეთყობა, ხო? მაგრამ რითი გაგახარებს და მოიცადეთ, აქ რაღაც მე ვხედავ, თქვენ კი მიდიხართ წინ. ხო, აქ ვიღაცა წავა, ან საზღვარგარეთ წახვალ, ან სადმე დასასვენებლად, ან იქ სადაც თქვენ ქსიამოვნებს რა შეიძლება იქ, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, პირადი ცხოვრება. აქ შეიძლება ვიღაცასთან იმ აგვისტოში ხო, შეიძლება იყოს დაბრუნება ვიღაცა პიროვნების, ვინახარ შენ. ვიღაცა პიროვნების, ვისთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა, შეიძლება ზოგი იყავით თქვენ даже დაკორწინებულები, მაგრამ მოხდა აქ კოშკი, ანუ დასრულდა ურთიერთობა. აი ეს ადამიანი დაბრუნდება, შეიძლება რითი მოდიხარ, რა გინდა შენ, რითი მოდიხარ შენ. ნუ აქ ადამიანს უბრალოდ როგორი მომენტი აქვს, იცით, აი არ უნდა თქვენი დაკარგვა არანაირად და აქ ადამიანი მოდის, იმიტომ რომ არ მოსწონს ის რაც ხდება. მაგრამ აქ ცოტა გააფრთხილდეთ, რომ მოდის მაინც მაგის ენერგია არის როგორი თემა, იცით, რომ მე რაც მინდა ის უნდა, რაც ჩემია უნდა დავაბრუნო, მე არა ვარ მზად, რომ მე ეს დავკარგო. შეიძლება ან უნდა ну, პრინციპში როგორი გაფრთხილება მეთქი უნდა ყოფილიყო თუ არა. ნახეთ, ეს ადამიანი მოდის თავისი ემოციების დასაბრუნებლად, ეთყობა თქვენს გვერდით იყო ძალიან კარგად ეს ემოციურად და ეს დაუსრულდა, ეს აღარა აქვს, გამიგეთ, აი ეს ემოციები, რომელსაც იღებდა ეგა თქვენთან ურთიერთობიდან. ну, მოდით ახლა კიდე ავატაროსგან ავიღოთ რჩევა, უნდა თუ არა ეს მიიღო თქვენ ეს ადამიანი. უნდა თუ არა თქვენ ეს მიიღოთ. ну, აქ ვერთხების დედოფალი არის, ვერთხების დედოფალი ყოველთვის თვითონ აკეთებს არჩევანს. თუ თქვენ გინდათ, თუ თქვენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია, პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ახლა მიიღოთ ეს ადამიანი, რაც მოგიტანთ ეს თქვენ ეს. როგორი მომენტი არის გოგოებო, იცით რა არის? აქ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდე უბრუნდება მე ამას მერტი წუთით რაღაცა გაფრთხილება მოდის ესეთი. ანუ ჩემო სიხარულებო. იცით რა არის? აქ გეტყვით ახლა, აქ შეიძლება ნახეთ სიტუაცია. როგორი შეიძლება იყოს? აქ შეიძლება სიტუაცია იყოს ისეთი, რომ თქვენ დაუშვათ ეს ვიდეო უნდა დამედო შორტზე, მაგრამ მე მგონი გავაგრძელებ, იმიტომ რომ რაღაც ვერ ჩავეტიე. ნახეთ, როგორი სიტუაცია არის. ცოტა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოდის აქ როგორი თემებით, იცით? კი, თქვენ გინდათ მაგასთან შეიძლება ურთიერთობა, თქვენ გინდათ შეიძლება მაგასთან კიდევაც გაგრძელება ურთიერთობის, მაგრამ დიდი ხანია ამ ადამიანთან გქონდათ თქვენ რაღაცა რთული პერიოდები და თქვენ ისედაც ძლივს გამოხვედით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ აქ მიხვდეთ რაღაცა, დაიჭირეთ, ვთქვათ, რომ არ იყო ეს ადამიანი, ვთქვათ, სრულყოფილად თავისი გრძნობები თქვენს მიმართ, ხო, რაღაცები თქვენ გადაიჭირეთ, თქვენ აქ ეს მიხვდეთ, თქვენ ეს უკვე, ანუ თითქოს ეს ნიღაბი მოხსენით უკვე, გამიგეთ? და ამიტომ შეიძლება ეს კიდე იმედი გააქვთ თქვენ, რომ აი ეს რომ დაბრუნდება, აი ხო შეიძლება გქონდეს ჩვენ კიდე შანსი, რომ აი შეიძლება შეიცვალოს და რაღაცა, მაგრამ აქ გეუბნებით თქვენ ისედაც თქვენ უკვე დამშვიდით პრინციპში, ხო? და უკვე შეიძლება შეუდეგეთ თქვენ საქმიანობას, თუნდაც დავუშვოთ, ხო, რაღაცა გადაერთეთ იმაზე, რომ აი ფული და რამე ვიშოვოთ, თქვათ, ხო? მაგრამ აი ეს ადამიანი აპროსა გაფრთხილება იმიტომ გავჩერდე უფრო, რომ
აქ თქვენ პრინციპში ბედი გეუბნება, რომ არის შესაძლებლობა, რომ შემოვიდეს შენ ცხოვრებაში ვაფშე სულ ახალი სიტუაცია. იმიტომ რომ აი ნახეთ, კიდე მეორე მომენტიც მოვა ამაზე, რომ გავაგრძელო, არის ალბათობა, რომ თქვათ ეს ადამიანი იყო რთულ პერიოდში, დიდი ხანი იჯდა პაუზაში, მიხვდა, რომ თქვათ ეხლა მე აქ არ ვიქცეოდი, როგორც უნდა მოქცეული ვიყავი, თქვათ მოხდა ტრანსფორმაცია, ეხლა შედეს ახალ ენერგიებში, იმიტომ რომ გქონდა ბევრი დრო იმისთვის, რომ ეფიქრა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რაღაცა შეიცვალა და კი არის, თქვათ ეხლა აქ შესაძლებლობა, რომ თქვათ დაიწყოთ ახალი, მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ კიდე არის როგორი ის მომენტი, თქვენ თუ უკვე დარწმუნდით, რომ ამ ადამიანმა უკვე ბევრი ტკივილი მოგიტანა, თუ უკვე თქვენ მიხვდეთ, რომ უკვე მე არ მჯერა მისი სიყვარულის, მე არ ამჯერავს, აი მაგ შემთხვევაში თქვენ ნახეთ, შეგიძლიათ რომ უთხრათ, რომ აი გამიმტკიცე დაუშვათ, რომ შენ ნამდვილად გინდა ჩემთან გზა. მაგრამ კიდე აქ არის ერთი გაფრთხილება, რომ შენ შეგიძლია ცოტა ხანი დაელოდო და შენ ცხოვრებაში ვაფშე ბედი გეგზავნის სულ სხვა ადამიანს, გამიგეთ, ვისთანაც გექნება სიყვარული. გამიგეთ რა ხდება? აი ეს არის, იმიტომ რომ შენ ეხლა აი შეხედეთ, თუ დაუშვათ თქვენი так ეს რა ხდება? აი გეუბნებით შეიძლება გოგოება, შეიძლება აი უბრალოდ კარტი მეუბნება, შეიძლება ეს ადამიანის კი ბატონო იყოს ისე, რომ უბრალოდ არ მინდა ტყუილი იმედებიც მოგცეთ რა, რომ შეიძლება აქ სიტუაცია იყოს, რომ თქვა თქვენ იყავით შებოჭილი, თქვენ არ იცოდეთ, თქვენ შეიძლება დაკარგეთ იმედი, თქვენ შეიძლება რაღაცა თავში გაქვთ ეხლა ამ წუთში, თქვა ბრძოლა, არ ვიცი ეს რა ხდება, კი გაკვეთილები მივიღე, მაგრამ რისთვის იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აქ თითქოს მოდის გეუბნებით, ზოგისთვის მოვა ან ახალი ურთიერთობა, ან ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მაგარი. და ზოგისთვის მოვა ის, რომ აი ეს თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ გულს გტკენდა და ვიზეც თქვენ ახლა ეჭვეგეპარებათ უკვე მის სიყვარულში, შეიძლება მასში მოხდეს რაღაცა ტრანსფორმაცია, მაგრამ აი ნახეთ ამ ვარიანტში, თუ დაუშვოთ თქვენ ისე ვერ უშვებთ ამ ადამიანს გულიდან და ფიქრობთ, რომ არა შეიცვალა და ნუ რაღაცა. მიეცეთ მაგას შანსი, მაგრამ როგორი შანსი, ისე ვისი ნუ შედიხართ თქვენ იმ სიტუაციებში, როგორც სადაც იყავით თქვენ, რომ ეგრევე კარებს ნუ უღებთ. მიეცეთ ადამიანს საშუალება, რომ მან დაგანახოს თქვენ თავისი ქცევებით, ქმედებებით, ხო? რომ ნამდვილად მე მივხვდი, ნამდვილად მე ვაფასებ უკვე ამ სიყვარულს, ნამდვილად შენ ხარ ჩემთვის ძვირფასი, ნამდვილად გამიგეთ? თუ თქვენ გათხოვებაა და გინდათ თქვა დაუშვოთ, ხო? ნუ მას ეგაც რა, დაინახეთ, რას გთავაზობს ეს ადამიანი. მიხვდეთ, აი ძალიან დააკვირდეთ აქ, იმიტომ რომ სიტყვიერად ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანამ მისგან ნამდვილ ქმედებას ვერ დაინახავთ თქვენ, ასე ძალიან ადვილად ნუ შედიხართ ამ ურთიერთობებში, გამიგეთ. აი ეს არის გაფრთხილება და ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, ხო? გაფრთხილება არის თქვენთვის ძალიან, იმიტომ რომ თქვენ ისედაც ბევრი დრო უკვე მიეცეთ იმას, ბევრი რამე გადაიტანეთ, უკვე გამოხვედით თქვენ ამ მდგომარეობიდან, ხო? სადაც უკვე აი ბევრი გაქვთ ნამუშევარი თქვენზე და მართლა ბევრი უკვე მოერია და ამიტომ კიდე მახეში ნუ ჩავარდებით, კი. ჯერ დაინახეთ, ნუ აღარ თქვენ ისტორიას მიყვებიან, თქვენ გაანულეთ ეს ყველაფერი უკვე და ამიტომ ღირს შესვლა კიდე მასში. აი გეუბნებიან, რომ აი თქვენ თვითონ უნდა გაიგოთ, თქვენ რა გინდა თქვენთვის არის აქ ახალი ადამიანი ბევრისთვის იქნება, რომელიც ახლა თქვენ საგვარეულო გიგზავნის, ახალი. ისე მეუბნებიან, ზოგისთვის ახალი, ზოგისთვის ის ბრუნდება, ვინც წავიდა. არ ვიცი ჩემო სიხარულებო, ნუ კარჩო ორ მაგი გაქვთ თქვენ ახლა აქ მომენტები. ზოგთან დაბრუნდება ეს თავისი ყოფილი, მაგრამ ფრთხილად იყავით და როგორც გითხარით გამოცდა ჩაუტარეთ და ნუ ზოგისთვის არის ახალი ადამიანი, რომელმაც თვითონაც ბევრი რამე გამოიარა ცხოვრებაში და იცის რა მტკივნეულია გულის ტკენა და ამიტომ სულ სხვანაირად
წაიყვანს ურთიერთობას, მაგრამ ყველა ვარიანტში თქვენ აი აქ გამოჯამრთელდებით, უფრო გალამაზებული ხართ. ამ სიტუაციამ თქვენ მოგიტანათ როგორი მომენტი იცით, რომ თქვენ აი ძალიან როგორ ხართ იცით, აი გალამაზდეთ, თავს მიხედეთ, გაიპურჭნეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო ხდებით რა? კი. გამოდიხართ, აი რაღაცა უფულობის თემა თუ გქონდა, ფინანსებთან თუ გქონდათ პრობლემა, ხო? ზოგი საზღვარ გარეთ წავიდა და იქ რაღაცა სიტუაციები, რომელიც იყო გაჩერებული, ეხლა ახარებს, კი ბატონო, იმიტომ რომ იქ იპოვა ის, რასაც ელოდებოდა სიტყვაზე, ეჭვეეპარებოდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ გამოვიდა და ძალიან კარგად გრძნობს თავს ეხლა თქვენ. იმიტომ რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. გქონდათ ეჭვი, მაგრამ გააკეთეთ სწორი არჩევანი და თქვით, რომ კი, მე ჩემი თავი მოყვარს, აქ ჩემი გოგოები, ვიცი რომ თქვენ ხართ აქ, მაგრად მუშაობთ თქვენს თავზე და ძალიან მაგარი ენერგიებში შედიხართ. ნამდვილად რა, ეს ჩვენი კურსი არის ბომბი, რა ვიცი. სრულდება თქვენი, აი აქ ეს ძველი პროგრამები, ეს რაღაცები მიდის. აი შედიხართ ენერგიებში, სადაც ძალიან მაგრად გრძნობს თავს, კი. აქ მოერევით თქვენ ყველანაირ იმას, აი გაუგებრობას და რაღაცას რა. აქ მოდის ადამიანი თქვენთან, თუ თქვენთვის არის ეს ადამიანი, ვიზეც საუბრობთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი, ну კი, მაგრამ აი მაინც რაღაც მე ვფიქრობ, რომ მოდის აქ ადამიანი 50-50-ზე რა ვქნა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მომწერთ აი ეს რაღაცებს, რომ აი მე არ მინდა ახალი და მე მინდა ესე, ну არ გინდა, ну გინდა, ჩემო სიხარულო, მე ხო არ გაძალებ ხა. მას იგი შენი გაშლა არ არის, მაგრამ შენ თუ გინდა და საერთოდ თუ გინდა თქვენ თვითონ კიდევაც გაშლას გააკეთეთ და თქვენს თავს და თქვენს თქვათ მეგობრებს გაუკეთოთ, ან როგორც პროფესია აერჩიეთ, მე გაპატიჟებთ თქვენ აკადემიაში ჩვენთან, სექტემბრიდან მე ვიყავ ახალ კაცს, სადაც იქნება ჩემი ჩართულობა ძალიან სრული და მე გასწავლეთ თქვენ, როგორ უნდა ამოიკითხოთ ინფორმაცია და უკვე აღარ გადაიხადოთ ფული კონსულტაციებზე, პირიქით აქეთ გადაგიხადოთ თქვენ ფული თუ დაეხმარებეთ სხვას, მაგრამ თქვენს თავს რო დაეხმარებით უეჭველე ვიცი.